ნიკა ფარულავაა ჩვენთან ერთად შვილების კოალიციიდან. ნიკა მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. იცი რა არის ამ შესავალში ერთი ნაწილი ალბათ ნამდვილად გამომჩა, ეს არის ის ხალხი, ვინც ემიგრანტების შვილები. ის ვინც უკანონოდ არის ევროპაში დარჩენილი, რომელიც აქ ვერ ჩამოდიოდნენ შვილების სანახავად და ეს შვილები მიდიოდნენ მათ სანახავად. ეს ცალკე კიდე ემოციური ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დეპორტაციაც ემუქრება. დეპორტაციაც ემუქრება. აი ამ რეალობის წინაშე დავდექით ჩვენ, ხო? და ეს ყველაფერი აი უკვე წამზომი ჩართულია შეიძლება ითქვას. ელოდებით თუ არა რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. ხო, პირველი მოგესალმებით, მე მესალმებით თქვენს მაყურებელს. რითიც უნდა დავიწყოთ არის ის მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ვიზით თუ უვიზოთ, წავალ ჩვენ ვიზით თუ უვიზოთ ევროპაში, ეს არის ეგზისტენციური საკითხი. ამას მინდა რომ კაფეო პასუხი გავცე. კი, ეს არის ეგზისტენციური საკითხი, მათ შორის ქართული ოცნების დღევანდელი მხარდაჭერებისთვისაც კი. იმიტომ რომ ყოველწლიურად სხვადასხვა მონაცემებით ევროკავშირში უფასოდ სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს 7-დან 8,000 მოქალაქემდე მიდის და არ აქვს მნიშვნელობა ლეგალურად თუ არალეგალურად ის ამ სარგებელს იღებს სრულად უფასოდ. ანუ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა ხდება. სტუდენტებმა რაც უნდა გაითვალისწინონ, მხოლოდ 2022 წელს მხოლოდ ერთი პროგრამით ევროკავშირის საუკეთესო უნივერსიტეტებში საქართველოს 2,000-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა საგანმანათლებლო პროგრამებით. ბიზნესმა რაც უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ მათ გაუჭირდებათ უკვე საკუთარი პროდუქციის გატანა, იმიტომ რომ დამატებითი ბარიერები შეიქმნება და ქართული პროდუქციის, ანუ აქ ნაწარმოები ქართული პროდუქციის ზითიც ვამაყობთ ჩვენ ხო ყველა ერთად და ხშირად მათ შორის რეჟიმიც იწონებს ამით თავს. ამის გატანა ვეღარ მოხერხდება, იმიტომ რომ მინიმუმი რო წარმოვიდგინოთ არის ის, რომ ბიზნეს კონფერენციებზე და იმ ერთგვარ პანელებზე სადაც ხდება ამ პროდუქციის პრეზენტაცია, იქ ახალი კავშირების, ახალი კონტაქტების დამყარება, ამ კონფერენციებზე უბრალოდ ვეღარ წავდნენ ქართული მწარმოებლები, ან მეწარმეები, ან პირიქით შემცირდება მათი რაოდენობა. მეოთხე და მნიშვნელოვანი რაც არის, ასევე რაც უნდა ვიცოდეთ, ხო, შეიძლება გავიდეს კომპანია ვიზიარი. კომპანია ვიზიარის გასვლა ნიშნავს იმას, რომ თლიანად ერთი დაარტყამს რეგიონს, დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას და ხო, მთავარი შემცირდება სამუშაო ადგილები, ხო, ადამიანები არიან იქ დასაქმებულები. მესამე, ადამიანები, რომლებიც სამთვიან ლეგალურ სამუშაო ადგილებზე მიდიან სამუშაოდ ევროპის მასშტაბით და იქ ევროკავშირის მასშტაბით და იქიდან წამოღებული, ესე ვთქვათ, იმ ჰონორარი ცხოვრობენ შემდეგ მთელი წელი, იმიტომ რომ აქ ვერ მოხერხდა რეჟიმის პირობებში, რომ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები ჰქონდათ, ხო, ეს ადამიანები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ იქ ამ სამუშაო ადგილების მოპოვებას. ემიგრანტებს რაც შეეხება, როდესაც რეჟიმი საუბრობს, რომ ისინი თითქოს ოჯახურ ღირებულებებს და ქართულ ოჯახებს იცავენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტი ოჯახები უბრალოდ ვეღარ გამთლიანდებიან, ვეღარ ნახავენ ერთმანეთს და ვინც შეძლოდა რაღაცნაირად იქ აწყო ის ინფრასტრუქტურა, რომ აქ საკუთარ შვილს უნივერსიტეტში სწავლის საშუალება შეუნარჩუნოს და იქ ამისთვის 24 საათი ემიგრაციაში მუშაობს, ხო, მათ ემუქრებათ უკვე დეპორტაციის საფრთხე, იმიტომ რომ ამის შემდეგ შეიძლება უკვე ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე გადავიდეთ, მათ შორის ამის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს იგივე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება. უბრალოდ ეს არის პირველი ნაბიჯი და ცხადია ეს ყველაფერი მოყვება. რატომ მოყვება, ხო? ვიღაცამ შეიძლება თქვას, არა ეს არ არის და არ მოყვება. სინამდვილეში უვიზო რეჟიმის გაუქმება პოლიტიკურად, აი ყოფა ცხოვრების ნიადაგზე ხომ ნახეთ როგორ შეიძლება იმოქმედოს. პოლიტიკურად ქვეყნისთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხდება არასანდო, არასაიმედო პარტნიორი, ანუ ვიღებთ არასანდო, არასაიმედო ქვეყნის სტატუსს, რომლისთვისაც ხელის ჩამორთმევა და გარკვეულ შეთანხმებებზე წასვლა, რომელთანაც უბრალოდ უკვე მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ იცი რომ ისევ რეჟიმის ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, გადაგაგდებს, ხო არ შეასრულებს შენგან სარგებელს მიიღებს. ამიტომ რო გვახსოვდეს, სინამდვილეში ეს საკითხი გვეხება ყველას. როგორც მე და თქვენ ამ შემთხვევაში, ასევე დღეს ბარიკადს მეორე მხარეს დგომ ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება ან პასიური მხარდამჭერები არიან იმ წინააღმდეგობის მოძრაობის, რომელიც არსებობს, ან სულაც რეჟიმის მხარდაჭერები. მათაც უნდა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი მათ დაარტყამს, იმიტომ რომ აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო? მხოლოდ შარშან 9 მილიარდზე მეტი ლარი გადარიცხვა მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში. ყველას დაარტყამს. ჯერ ოჯახების გავლით სახელმწიფოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ძლიერი სახელმწიფო არის ძლიერი ოჯახი, ხო? ანუ როგორიც გამოიყურებიან ოჯახები, ისეთ სახელმწიფოს ვიღებთ. ამიტომ ეს გვეხება ყველას. ყველას შეეხება მკურნალობის შეზღუდვა, ყველას შეეხება ის, რომ ჩვენი სოციალური ჯანმრთელობა აღარ იქნება დაცული და გარანტირებული, ყველას შეეხება ის, რომ მათი შვილები უფასოდ ვეღარ ისწავლიან ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ყველას შეეხება ის, რომ უბრალოდ ვეღარ იმოგზაურობენ და კიდევ ერთს დავამატებ, ტურისტული სექტორი, რომელსაც გაეხსნა
ევროპის ბაზარი, ანუ აღარ არის საჭირო ხო რაღაც საკონსულოებთან სირბილი, ვიზების მოთხოვნა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. და ძალიან ბევრი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი და მეტი მოდის, ხო იგივე ჩვენ უყურებთ, რა ვიცი, YouTube-ზე მარტო იმდენი გადაცემა უკვე ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ჩაიძირება და ჩაიძირება შიდა ტურიზმიც, იმიტომ რომ სინამდვილეში ვიზა ლიბერალიზაციასთან ერთად გაიზარდა ტურისტების ნაკადი, რადგან ამით ევროკავშირმა საკუთარ 27 წევრ სახელმწიფოს უთხრა, საქართველო არის უსაფრთხო, სანდო, საიმედო პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მივეცით ეს ისტორიული პრივილეგია და თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ ამ ქვეყანაში. ხო, ეს რაღაცა თან ხო ამ ყველაფერს ფუთავენ, რომ ვითომ ღირსებას იცავენ და ჩვენ ღირსება ნუ გვაშანტაჟებენ ეს პრივილეგია რატო არის ვიღაცები წერდნენ მართლა ღირსებაზე რომ წარმოდგენა ქონდეთ ამ სიტყვაზე კარგი იქნებოდა მიწაზე თავდახრილები რო დგანან ფულის წინაშე სხვა არაფრის ხო ამ შემთხვევაში და ძალიან ცინიკურია სხვა შორის ნიკა რაც ახსენე ოჯახების დაცვის ნაწილი ყველაზე ცინიკური რაღაცა რასაც ოცნების წარმომადგენლები ამბობენ საქართველოსთან გააქციეს 100,000-ზე მეტი ოჯახი ქართული ოჯახი მათი შვილები ამ ოჯახის შვილები ვეღარ ილაპარაკებენ ქართულად 10 წელიწადში და ერთი კახეთის ხელა მოსახლეობა დაკარგა საქართველოს მარტო ბოლო 5 წელიწადში 2022 წელს სკოლის მოსწავლეების რაოდენობა იყო რამდენიმე ათეული ათასი ვინც ოჯახთან წავიდა ემიგრაციაში და ამის გამო სწავლა შეწყვიტა საქართველოში ანუ რო წარმოვიდგინოთ როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის სპიკერები ეუბნებიან რომ ისინი ზრუნავენ მომავალ თაობაზე მიღმა იმისა ცოტა ხნით გვერდით რო გადავდოთ ის ძიმე ამბავი რომ 500-ზე მეტი ახალგაზრდა აწამეს რუსთაველზე და მოაწყვეს მართლა სისხლის დინარები 2022 წელს ათეულობით ათასი სკოლის მოსწავლე გავიდა ქვეყნიდან და შეწყვიტა სწავლა-განათლების მიღება საქართველოში ანუ მოწყდა საკუთარ სამშობლოს. კი და ეს მართლა ყველაზე ცინიკური ნაწილია რომ ვითომ ამ ნაწილზე რა ზრუნავენ. ნიკა აღწერთ მძიმე ვითარებას ძალიან ქვეყნისათვის პოლიტიკურად და ფაქტია რომ აი ეს პოლიტიკა რასაც ველოდით ამდენი ხანი ევროკავშირის მხრიდან რომ იქნებოდა მძიმე და საბოლოოდ ჩამოყალიბდა უკვე ხო მათ გასაგებია რა ტიპის ქვეყნებს გადაგუყვანეს ის აღქმა რომ საქართველოს რაღაც გადის მილი და მილის გამტარი ქვეყანა თუ არის მილის გამტარ ქვეყანასთან შესაბამისი ურთიერთობები არსებობს. არ არის ეს საკმარის იმისათვის რომ რაღაც არაფერი არ არის და შესაბამისი ურთიერთობები თქვა ნავთობს თუ ატარებ და მილის პატრონი თუ ხარ იყავი კი ბატონო მეზობლები რო არ ვახსენოთ ვიცით ჩვენ დამოკიდებულებები და უბრალოდ ამ ყველაფერს ახლავს ძალიან მძიმე შედეგები თითოეული მოქალაქისათვის რაც ახლა აღწერეთ და ამას ახლდა თან დისკუსია რამდენად სწორი არის ეს ნაბიჯი უნდა დაისაჯოს თუ რა ქართული ხალხი იმ რეჟიმისათვის რომელიც მას მართავს. სხვა შორის მე ამ დისკუსიაში ყოველთვის იმ ხარეს ვიყავი რომ ასე დაყოფა არ არის ევროკავშირის ვალდებულება რომელიმე საერთაშორისო ქვეყნის და მაგრამ გასაგებია რა სურვილები შეიძლება არსებობდეს ჩვენი ქვეყნიდან. ხო თქვენი პარტიის პოლიტიკური პოზიცია როგორია მათ შორის უცხოელებთან შეხვედრის დროს რას ლობირებთ როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი? ხო პირველი და უმთავრესი რაც უნდა გავითვალისწინოთ და რაც უნდა გვახსოვდეს არის ის რომ ზოგადად მოგწონს ეს თუ არ მოგწონს მიტაცებული აქვს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალაუფლება ქვეყანაში, ხო, ის წარმოადგენს ამ შემთხვევაში საერთაშორისო ასპარეზზე ამ ქვეყანას და მასთან ურთიერთობენ, ხო, პუტინს ელაპარაკებიან ბოლო-ბოლო, თუ არ ვართ იმ ზღვრამდე მისული, სადაც მაგალითად ბელორუსი რო ავიღოთ, სადაც აღიარებული არის ხელისუფლებად იგივე ტიხანოვსკაია, მაგრამ პრეზიდენტად, მაგრამ მაინც ლუკაშენკოსთან მაინც მიდის მოლაპარაკებები, იგივე ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის ვიზიტი რო გავიხსენოთ, ანუ მოგწონს თუ არ მოგწონს, მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისევ ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებისთვის, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეების გაუმჯობესებისთვის, და გავიაზროთ ყველამ ძალიან კარგად, იმიტომ რომ სადღაც არსებობს ეს ზღვრები და ჩვენ ამ ზღვრამდე წლები მივდიოდით, ხო 2022 წელი მე და შენ კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როდესაც იქ გაიყო მაშინაც ეს პოზიციები და როდესაც უკვე კანდიდატის სტატუსი მოგცეს ჩვენ მაშინ წლის ბოლოს კაფიოდით ითქვა რომ ჩვენ ეს სტატუსი მივეცით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართულ ხალხს. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რა არის? ეს იყო ავანსად გაცემული როგორც ჩვენთვის, ასევე რეჟიმისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ თუ დემოკრატიულ ევროპული ტიპის დემოკრატიულ წყობილებას ქვეყანაში ვერ მოვიტანთ, ხო, ეს ურთიერთობები დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამაში ერთადერთი პასუხისმგებელი მკაფიოდ უნდა ითქვას არის რეჟიმი. მეორე, ჩვენ ლობირებთ იმას, რომ პასუხისმგებელი პირები ვინც არიან ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, 60-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარზე, იმაზე რომ მედია იმ ვითარებაშია, რა ვითარებაში არის ფაქტურად ჩაკეტილი აქვს ყველანაირი საარსებო სივრცე და მათ შორის აგერ მზია ამაღლობელი არის დაკავებული, ხო, მედიის წარმომადგენელი. ლობირებთ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირდნენ და მათი 70% უკვე გაუშვეს, ეს ადამიანები იყვნენ დასანქცირებული და ისინი მიეცენ პასუხისმგებაში. და არა ეს შეზღუდვები, რომელიც ქართულ ხალხს და თავარი რაც უნდა ვიცოდეთ, ვერც ქართული ოცნება და ვერც ცალკე აღებული. მე აქეთა ფლანგიდანაც გამიგია მსგავსი განცხადებები, რომ აი მე ხა ვიმყოფები ბრიუსელში,
ამ შემთხვევაში პროდასალური ძალების წარმომადგენლებს გულისხმობ და მუშაობ იმაზე, რომ ევროკავშირმა არ შეგვიჩეროს კანდიდატის სტატუსი. ამაზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი ცალკე აღებული აქტორი ერთი მარტივი მიზეზის გამო. იქ სადაც 27 ქვეყნიდან 15 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდება იმაზე, რომ თუ შენ ჩემს ოჯახში გინდა ყოფნა, თუ შენ ჩემს მაგიდასთან გსურს დაждომა და იმ საერთო სიკეთეების გაზიარება, ჩემი საერთო წესებით უნდა ითამაშო. ამ საერთო წესებით თუ არ თამაშო და ამ წესებს თუ არ იღებ, შესაბამისად აზიანებ იმ ოჯახს და იმ ერთობას, რომელსაც მე წარმოვადგენ და ძალიან ბევრი წელი მიმდინარეობდა ამ ევროპის კავშირის მშენებლობა, ხო, ამ სტრუქტურის აშენება, უსაფრთხოების გარანტიების მშენებლობა, ეკონომიკური სიძლიერის და კავშირების გაღრმავა, ამიტომ ხო, ამას არავის არ დაანგრევინებენ. ამ გადაწყვეტილებას იღებენ ის სახელმწიფოები, რომლებიც იქ არიან დღეს წარმოდგენილი ხმის უფლებით. როცა ამ ძიმე ვითარებას აღწევს, ბუნებრივია გამოსავალთან დაკავშირებითაც უნდა ვისაუბროთ და გამოსავალი და ბრძოლის მეთოდები ამასთან დაკავშირებით ამ ხრივით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს, ხო? და ამ ნაწილზე მინდა გადავიდეთ შიდა პარტიულ ნაწილზე, აი 19-ში დიდი აქციაა დანიშნული, რომელსაც აი 8 პოლიტიკური პარტია გეგმავთ. ის პარტიები, რომლებიც გაერთიანებული ხართ ბოიკოტის, ეს სიტყვა აღარ მოგწონთ, არათანამშრომლობის, საკმაოდ მოუქნელი სიტყვა, არათანამშრომლობა სხვა შორის. არატრადიციული. ხო, ძალიან მოუქნელი სიტყვა არის, რა თქმა უნდა და ისედაც ცოტა გაუგებარი სიტყვები ჯონგლიორობასთან ემსგავსა ჩემთვის გულწრფელს რო თქვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთია ჩემი მაგალითად განწყობა ისეთ როგორ უყურებ არჩევნებზე წასვლის იდეას პერსონალურად, მეორეა თვითონ მთელი პოლიტიკის უკარა შეიძლება იგულისხმოდეს რა პროცესს აღწერთ, ხედავთ და გეგმავთ. მოდი ამასთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ და ასევე თუ შეიძლება აი ამისთვისაც რომ გამოინახოს, რომ თქვენ აპირებთ რომ მომავალში საარჩევნო ნომრის შესანარჩუნებლად მიმართოთ CSKO-ს, ხო, ცვლილების კოალიციამ ამ შემთხვევაში. რატომ გახდა ეს საჭირო? ასეთი მნიშვნელოვანია ეს ნომერი? კი, პირველ დავიწყებ მაშინ პირველი ნაწილით, იმიტომ რომ ის ბევრად მნიშვნელოვანია. პირველად დავიწყოთ იმით, რომ 19-ში რეალურად ჩვენ დავადასტურებთ და არა მარტო რა პროდასალური ზალამეთ ჩვენ ნახეთ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებები, სტუდენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ 19 ივლისის აქციას უერთდებიან. სიამდვილეში ეს არის მურიგჯერზე დადასტურება და დეკლარირება იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული პროდასალური პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ჯგუფები, სტუდენტური მოძრაობები ვრჩებით იმ პრინციპებისა და იდეალების ერთგულები, რომელსაც საფუძველშივე დაეფუძნა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის რეჟიმთან ართანამშრომლობა და მისი სრული იზოლაცია ყველა დონეზე, ეროვნულ, საერთაშორისო, ადგილობრივ დონეზე. რატო? იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც ვნახეთ, სინამდვილეში ართანამშრომლობა და რეჟიმისთვის ხელის არ ჩამორთმევა არის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რამაც ერთის მხრივ გამოიწვია ქვეყნის შიგნით მორალური და სოციალური იზოლაცია და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო იზოლაცია, რასაც მოაქვს სანქციების ძალიან მძიმე პოლიტიკა, რაც იწვევს რეჟიმის გუნდის შიგნით დაპირისპირებას, აი ფულის ამოღების კრიმინალური გაგებით 90-იანი წლების ტრადიციის დაბრუნებას და იმას, რომ გუნდიდან ხდება გადინება და ყოველთვის მსგავს რეჟიმებში გადინება და დაპირისპირება არის დასასრულის დასაწყისის მომასწავლებელი. ოღონდ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს დასასრული იქნება ხვალ 23-ში თუ 2-ში და ასე შემდეგ. ეს პროცესია და ამ პროცესს უნდა მივყვეთ. მესამე და მნიშვნელოვანი, სინამდვილეში 19-ში არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება. სწორი მოლოდინების შექმნა და მართვა ჩემი აზრით ამ პროცესში იქნება გადამწყვეტი. 19-ში იქნება რეალურად განაცხადი იმასთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ ჩვენ მოქმედებას, როგორ ხედავთ მომავალს, ზოგადად, ერთის მხრივ წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილში და მეორეს მხრივ ალტერნატივის ჩვენების ნაწილში. რატო? კარგია ლამაზი სიტყვები და ჩემი აზრით სადღეგრძელოები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა ერთობაშია, მხოლოდ თუ ამის უკან არ დგას შინაარსი და ამაში არ დევს შინაარსი. შინაარსში გულისხმობ იმას, რომ ერთობა უნდა იყოს დაფუძნებული კონკრეტულ პრინციპებზე, შეთანხმებებზე და ამ შეთანხმების არ დარღვევაზე. ამის დემონსტრირება გვინდა პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ სინამდვილეში ის ნდობის დეფიციტი, რაც არსებობს ჩვენს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შორის, გამოიწვია იმან, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტყვას ფასი ჰქონდა დაკარგული, რაც მაგალითად გააკეთეს აი ამ ბოლო დროს საკუთარი გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით ლელომ და შემდეგ გახარიამ, ჩემი გადმოსახედიდან. და სწორედ აი ამის გაგრძელება გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები, გვინდა ვიყოთ პრინციპულები და ცხადები. აი ამ სიცხადის ჩვენება გვინდა და თანმიმდევრულების ჩვენს პოზიციებში. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. და ხო, მთავარი ეს არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ეს თქვა თბილისში გაგრძელდება ეს პროცესი და თბილისი შემოიფარგლება და აქ არც იმას გულისხმობ, რომ ეს იქნება სტანდარტული რაღაც გაცვეთილი თითქოს რეგიონებში გასვლა და ასე შემდეგ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ნომრის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ნომრის შენარჩუნება არის ფორმალური პროცესი, სუფთა ტექნიკური პროცესი და სხვათა შორის იმ პარტიების მიერ დეკლარირებული და მიღებული, რომლებმაც 2021 წელს ისევ როგორც წელს ნებისყოფა ვერ გამოავლინეს, უნებისყოფობა გამოავლინეს და მიშელის იმ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას
გათანხმდნენ, რომელიც შემდეგ ანულირებულად იქცა მალევე და რეჟიმს მიანიჭეს სიცოცხლის მარიანობა და ამ პროცესის გავლა არის საჭირო, რატო ნომერი არის პარტიის იდენტობის ნაწილი და ამ ნომრის შენარჩუნებას აქვს კონკრეტული სტრატეგიული მნიშვნელობა. ერთი ის, რომ რეჟიმმა ჭყალებში ლოტოტრონით ვითომ შემთხვევითობის პრინციპით არ მისცეს რომელიმე თავის სატელიტ პარტიას და ამით არ მოხდეს ამორჩევლებში ის ვთქვათ გადაწყვეტილების მიღების აღრევა და არ გამოიყენონ სათავისოდ. ჩვენ ვიცით რომ ეს მომხდარა მათ შორის ოპოზიციურ ველზე გაყოფების შემდეგ ხშირად რომ აი ნომერი ისევ მაინც ჩარჩენილი აქ ადამიანს და მიდის და ძველი ნომრით პასუხობს. მეორე რაღაც სპეკულაციები ვნახე და პროპაგანდისტული გზავნილები იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ჩვენ ამის შემდეგ გავალთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სინამდვილეში იმ სივრცეში სადაც რეჟიმთან ხდება თანამშრომლობა და რომ თითქოს ერთ ოლქში მოგონი ცოტა არა ორთოდოქსულობა დაგიწუნეს არა თანამშრომლობის ნაწილში. ხო, აი მივყვები. უბრალოდ მინდა რომ ეს გავფანტო პროპაგანდისტული ის რაც იყო გზავნილები რომ მოქალაქეები არ დაიბნენ. მეორე იყო რომ თითქოს ერთ ოლქში მაინც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს ყველაფერი არის ტყუილი, გავრცელებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ საზოგადოების ნაწილი დააბნიონ, იმიტომ რომ თავად იციან რომ ერთი დგანან ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ისტორიის არასწორ მხარეს გამოავლინეს არათანმიმდევრულობა და სიტყვას ფასი დაუკარგეს და ახლა სხვისთვის ტალახის სროლით მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოების არასწორი манипуლირებით სურთ აი ამ ტყუილში შეიყვანონ საზოგადოება და მესამე არ ვიცი 26 ოქტომბრის რუსულ სტილში გაყალბებული არჩევნების შემდეგ რომელსაც აგერ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ემანუელ მაკრონი არ აღიარებენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს ლეო ძლიერმა საქართველოს ცესკოში წარმომადგენელი დანიშნა იმ ხმების პროპორციის მიხედვით რომელიც მიიღეს ამ ცესკოს ჩანაწერებით ბჭყალებში მიიღეს იმიტომ რომ ცხადია ყველასთვის გაყალბებული. კარგი, ამ ნომრის ნაწილი გასაგები არის. უბრალოდ მე მინდა რომ ამ გეგმების ნაწილს დავუბრუნდეთ და ეს ბოლო კითხვა იქნება აუცილებლად. აი რაღაცაზე საუბრობთ, მაგრამ მაინც არ ჩანს პროცესი, რომელიც შედეგს მოიტანს. გამოდის ისე რომ აი ნახეთ ადამიანების ის ნაწილი, ვინც ემხრობა რომ რაღაც სხვა არის საჭირო. თუნდაც საარჩევნო პროცესი, ხო, მიიჩნევს რომ ახლა ვართ რაღაცა პროტესტის ფორმატში, რომელსაც ვერ მოაქვს შედეგი. ხელისუფლება ახერხებს რომ ავტორიტარიზმი დაამყაროს, განამტკიცოს თავის რაღაცა და ეს დასრულდება რაღაც დროს. ანუ ეს მუდმივად ასე ხარ ვიქნებით. ანუ ავტორიტარიზმი დამყარდება რაღაც ფორმით იმგვარი, სადაც უკვე წინააღმდეგობას ასეთი აზრი აღარ ექნება, ხო? აღარ გამოვა ასე მარტივად. შესაბამისად, თქვენ რასაც აღწერთ, თითქოს აი აღწერთ რომ ეს უნდა შევინარჩუნოთ რაც არის. აი რა დინამიკაც ახლა არის და ამას შეუძლია შედეგის მოტანა. აი რას ვამატებთ არსებულ დინამიკას? აი თქვენ რას ამატებთ არსებულ დინამიკას? არსებობს იდეა რომ აი 4 ოქტომბრის დღე უნდა იყოს რაღაცა გამორჩეული აქციის დღე, რომელსაც რაღაცის მოტანა შეიძლება. ხედავთ ასე. ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია პირველი ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა ვიმოქმედოთ მათ შორის იქნება ძალიან ცხადი და მკაფიო უკვე ყველას ერთად შეთანხმებული ოღონდ მთავარი რასაც და კონტურები ამის არსებობს რაც უნდა ვიცოდეთ არა არსებული სტატუს-კვოს პროტესტის ნაწილ შენარჩუნებას ჩვენ არ გულისხმობთ ამით გულისხმობთ იმას რომ ის რყევები რაც არსებობს უნდა გაგრძელდეს და ამაში ვხედავთ შენარჩუნების ნაწილს ხო და არა ის რომ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემოწირულობით ესეც გავაუქმოთ და გავაქროთ ზოგადად და ამით შევუწყოთ ხელი რეჟიმის დაბეტონებას ბოლომდე ამ ქვეყანაში მეორე ეს ნიშნავს იმას რომ მათ შორის გასვლებს რაც დაწყებული გვაქვს და ძალიან ბევრ ადამიანთან საუბარს იმასთან დაკავშირებით რეალურად რას კარგავთ მანამ სანამ არის ქართული ოცნება და ეს არ ეხება მხოლოდ უვიზო მიმოსვლას და არამედ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იგივე NVIDIA-ს მაგალითი რო გავხსენოთ ხო 500 მილიონიანი ინვესტიცია არ შემოვიდა ქვეყანაში და შევიდა ჩვენს მეზობელ სომხეთში რომელსაც წარმატებას უსურვებთ რას მივიღებთ ცვლილების შემდეგ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიცით ხო რომ ამ ქვეყანაში ცვლილების პროცესში მონაწილეობა დაკავშირებულია რისკთან ადამიანმა ეს რისკი რომ გაიღოს უნდა დაინახოს ალტერნატივა ეს ალტერნატივა სინამდვილეში ჩვენ უნდა შევთავაზოთ შეთანხმებული პრინციპებზე დაფუძნებით. ეს შეთანხმებული პრინციპები იქნება დაახლოებით 5-6 რაოდენობა 300-ად ძალიან მალე გავიგებთ, რას ვთავაზობთ მომავალში. აი ეს იქნება მთავარი განაცხადი და განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ დღეებში და ეს შეიძლება იყოს 4, 5, 6 არ აქვს ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დაკიდებული თარიღები ყოველთვის უკუ რეაქციას იწვევს შემდეგ და იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს, იქნება ძალიან დიდი შეკრებები, როგორც იყო აქამდე ეს ყველაფერი გაგრძელდება. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა ირწმუნონ ერთი რამ და უნდა ირწმუნონ ის რომ ჩვენ გამარჯვების ყველას ერთად გვჯერა და არ უნდა დაგვემართოს ის რაც დაემართათ ჩვენს კოლეგებს რომ თავად დაკარგეს გამარჯვების წვენა და ამით ცდილობენ რაღაც ბრძოლის ამასთან დაკავშირებით თქვენს კოლეგებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ თუმცა სასურველი იქნება რომ ალბათ აი ამ პროცესთან დაკავშირებით რას ნიშნავს ეს არათანამშრომლობის ფორმატში ყოფნა საზოგადოებამ მეც გაიგებს სრული დელეგიტიმიზაცია ერთი რაც გააძლიერებს სანქციების პოლიტიკას და არ შეაფერხებს განსხვავებით საპირისპირო ნაბიჯისგან მეორე ეს იქნება განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ ყველა ჩვენ ვართ თანასწორები მეც ნებისმიერ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ის უბრალო მოქალაქეები რომლებსაც სტატუსი არ აქვთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობის და იბრძვიან ქუჩაში ჩვენთან ერთად მეორე ეს იქნება განაცხადი იმასთან დაკავშირებით რომ ვინმე 70 დეპუტატი კი არ უნდა საკრებულოში რო ყავდეს ან 75 არა აქ სინამდვილეში ეგზისტენციური საფრთხე დგას და არავინ არ იბრძვის იმისთვის რომ აი ვიცი რომელიმე საკრებულოში
კავშირში ყავდეს 10 დეპუტატი და ამით შეინარჩუნოს პარტიული ინფრასტრუქტურა. მეოთხე და მნიშვნელოვანი ეს იქნება საერთო განაცხადი ყველასთვის, რომ ხო, ამ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება ვერ მოხერხდება, მანამ სანამ რეჟიმი გმართავს და ამ ვითარების ნორმალიზება არის შესაძლებელი მხოლოდ ცვლილები და საბოლოო ჯამში არ იქნება ღალატი იმ პრინციპებისა და იდეალებისა. ნიკა ფარულავა იყო ჩვენთან ერთად სრულების კოალიციიდან, ნიკას დამშვიდობები.